გლობალურიდან შიდა პოლიტიკურ ამბებზე 3 საათზე დაანონსებული აქცია კოსტავას გამზირზე დროულად ვერ დაიწყო. პარტიული ლიდერები მხარდამჭერებთან მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ. ჯერჯერობით აქციის მონაწილეებისთვის ისევ უცნობია სახალხო კრების საომალო სამოქმედო გეგმა. დღეს დილიდან მხარდამჭერთა უმეტესობა ჭრილს აფარებს თავს და ლიდერების გადაწყვეტილებას ელოდება, რომელსაც ორგანიზატორები არ ახმაურებენ. და რა ხდება ამ წუთებისათვის კოსტავას გამზირზე და რა განცხადებები კეთდება აქციაზე? თამარ ურუშაძე საუბრობს მოამბის პირდაპირ ეთერში. თამარ, გისმით. ლევან, 1 საათის წინ უნდა დაწყებულიყო აქცია, ეს იყო დანაპირები, რომელიც მიიღეს აქციის მონაწილეებმა ლიდერებისგან. 3 საათზე ჩვენ ველოდებოდით გამოსვლებს, განცხადებებს მათი კონკრეტული გეგმების შესახებ, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ აქ სახალხო კრების ლიდერები ნინო ბურჯანაძე, ნონა გაფრინდაშვილი და ირაკლი ბათიაშვილი. ჯერჯერობით მათ გეგმების შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ. აქ დილიდან ისმის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, ერთადერთი შესაძლოა ითქვას და ამ თემაზე უკვე საუბრობენ არა მხოლოდ მედიის წარმომადგენლები, არამედ თავად პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამაზე აკეთებენ აქცენტს საკუთარ კომენტარებში, ვინ არის ლიდერი სახალხო კრება თუ ქართული პარტია. ეს შეკითხვა გასაჭრად მას შემდეგ, რაც ქართული პარტიის რამდენიმე ლიდერი ჯერ კიდევ გუშინ გამოჩნდა კოსტავას გამზირზე მიმდებარე აქციაზე და ჯერ ეროსი კიწმარიშვილმა გააკეთა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი იქნებოდა არა კოსტავას გამზირი, არამედ ავლაბრის ტერიტორია და მეორე განცხადება, რომელიც ლევან გაჩეჩილაძემ გააკეთა, როდესაც ის საუბრობდა, რომ ქუჩაში ჟურნალისტების მუშაობისთვის საჭირო დაწესდეს აკრედიტაციები. დღეს ჩვენ შევეკითხეთ ნინო ბურჯანაძეს აკრედიტაციების თემასთან დაკავშირებით დავსვით შეკითხვა, მან განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია და მან არაფერი იცოდა ამ თემაზე. საერთოდ არ უმსჯელია მისი განცხადებით სახალხო კრების კომიტეტს, რომ მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერი საუბრობდა ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების გამოყოფის შესახებ. როგორც აღმოჩნდა, ამ თემაზე თავად სახალხო კრების წარმომადგენლებს შორის არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგალითად ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ ეს საკითხი საერთოდ არ იქნება განხილული სახალხო კრების წევრებს შორის, მისი თანამოაზრები კი თვლიან, რომ ეს იდეა მათთვის მისაღებია. აკრედიტაციასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს არის ბატონი ლევანის პირადი ინიციატივა. ჩვენ არ ვაპირებთ აქ აკრედიტაციების გაკეთებას და ეს ალბათ მისი წინადადება იყო, მაგრამ აღმასრულებელ საბჭოს ამაზე არ უმშელია და არც იქნება ეს გათვალისწინებული. ყველა ღონისძიებაზე აკრედიტაციის დაწესება არის ნორმა და ამის უფლება აქვს როგორც ორგანიზატორებს, თუ გადაწყვეტენ, რომ არის საჭირო აკრედიტაცია, შეუძლიათ გააკეთონ. ვიცი აკრედიტაციას ითხოვთ სად ქუჩაში? როგორ? ქუჩაში ითხოვთ აკრედიტაციას. ღონისძიება. კოსტავას აქციაზე 4 საათამდე არ გაკეთებულა არანაირი პოლიტიკური განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ გამოსვლები უნდა დაწყებულიყო 3 საათზე, აქციამ დაიგვიანა 1 საათით. ერთადერთი პოლიტიკური რჩევა, თუ შეიძლება გამოსვლას ასე ეწოდოს, იყო ნინო ბურჯანაძის მითითება, რომელიც საკუთარ მხარდამჭერებს მოუწევდა, რომ მათ ჭრილში უნდა მოესვერათ. ჩვენ ვესაუბრეთ ასევე ხალხს, ისინი აცხადებდნენ, რომ ისინი ელოდებიან ლიდერების განცხადებებს და იმ გეგმებს და ინფორმაციას კონკრეტული ნაბიჯების შესახებ. მინდა ყველას გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად იქნებ ჭრილში აფაროთ თავი, რომ სანამზე არ გადავა, მანამდე ცოტა დაისვენოთ კიდეც. მე თვითონ არ ვიცი, რომ ჭრილში უნდა ვიყო, რაც მინდა ვინმე მითხრა. ნინო ბურჯანაძე ჩემი მეგობარი არ არის. რო ერჩია, ზეზე დადექიო, მაინც არ დავდგებოდი. დავიღალე, 3 დღე აქ ვარ. კონკრეტული გეგმების შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია ოპოზიციის მხრიდან? არაფერი ჩამოვედით, სანამ ეს ხელისუფლება არ წავა, აქ ვიქნებით. ნამდვილად დავიღალე 82 წლის გენერალი კაცი ვარ. ვიthi დაიგეთ? ზივარ აი მაგარი ის არის. ბილზე უნდა დაჯდე მოხუცი კაცი რომ. გეგმების შესახებ ინფორმაცია მიიღეთ დღეს ლიდერებისგან? მე მინდა მაყურებელს მივაწოდო კიდევ ერთი ინფორმაცია დღეს მთელი დღის განმავლობაში, დღის პირველ ნახევარში და ახლაც ის რაც ხდება კოსტავას გამზირზე გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში, თუმცა მაყურებელი ამას ხედავდა მხოლოდ გამოსახულებას. გათიშული იყო ხმა. მე მინდა მაყურებელს ავუხსნა, რომ ეს არ იყო არც ტექნიკური ხარვეზი, არც არხის გადაწყვეტილება. თავად აქციის ორგანიზატორებმა გათიშეს მიკროფონები და მათი მოთხოვნა იყო, რომ ხმის გარეშე გასულიყო ის მოვლენები, რომელიც ხდებოდა კოსტავას გამზირზე აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ წუთებში დაასრულა სიტყვით ნინო ბურჯანაძემ, ახლა მცირე ტაიმაუტი აქვს აღებული ოპოზიციის მხარდამჭერებს და მათ ლიდერებს.